მოულოდნელად იქ, სადაც ჯერ კიდევ დაგისთეს დროს გალავანს ძირი გამოუთხარეს, კედელი ჩამოიშალა და რომაელებიც და ირანელებიც იმ ადგილს მიაწყვდნენ. ორი იმპერიის ჯარისკაცებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს და მსოფლიო ბატონობისთვის ბრძოლა ახლა უკვე პეტრას ციხის ნაპრალებთან განაგრძეს. რომაელები მეტნი არიან. უკეთესადაც ისვრიან და მაგრათაც აწვევიან, მაგრამ ირანელებმა გალავანზე აღმართული ხის კოშკი და მტერს ცეცხლოვანი ქოთნები დააყარეს და უკან დაახევინეს. ის იყო გამარჯვებაც უნდა ეზეიმათ, რომ უცებ სამხრეთიდან ძლიერმა ქარმა შემოუბერა. ცეცხლი ქოთნებიდან კედლებს მოედო და საბრძოლო კოშკი შიგ მყოფი ჯარისკაცებიანად თვალის დახამხამებაში დაიწვა. რომაელები პეტრაში შეიჭრენ, თუმცა ბრძოლა არც ამით დასრულდა. ვინაიდან ქალაქის შუაგულში მდგარ აკროპოლისში გამაგრებულმა 500-მდე მეციხოვნემ დანებებაზე უარი განაცხადა. ბესამ ირანელებს მოციქულები მიუგზავნა. ვაჟკაცობა შეუქო და უვნებლობის პირობა მისცა, მაგრამ მათ ყურებში თითები დაიცვეს. აქაოდა არაფრის გაგონება არ უსურსო. მაშინ სტრატეგოსის ბრძანებით აკროპოლის ცეცხლი წაუკიდეს და ყველა, ვინც შიგნით იყო, ისე ჩაიწვა, გარეთ გამოსვლა არავის უცდია. აი, ასეთი ამბების მოსწრეა ამ ძველი ციხის კედლები. ვაჭრების მიერ გადახდილი ფულით მეფეები ქირაობდნენ ჯარისკაცებს, რომლებიც სახელისა და ნადავლის ზებნაში არც სხვას ინდობდნენ და არც საკუთარ თავს. მწერლები და ისტორიკოსები კი ამ ჯარისკაცთა სიმამაცეს ხოტბას ასხამდნენ და ოქროსა და აბრეშუმისთვის მიმდინარე გეოპოლიტიკურ ომებს რომანტიკულ საბრუღელში ხვევდნენ. დახოცილთა რიგებს კი ახალ-ახალი მებრძოლები იკავებდნენ და ახლა ისინი წირავდნენ სიცოცხლეს, რათა აბრეშუმით ვაჭრობა არ შეფერხებულიყო. პეტრას დამცველთა ვაჟკაცობამ ყველას დაანახა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა შაჰი ეგრისს. მეციხოვნეებად უმამაცესი ჯარისკაცები ჰყოლია შერჩეული. იარაღიც იმდენი გამოეგზავნა, რომ თითოეულ რომაელს ალაფად 5 კაცის სამყოფი საჭურველი ერგო. ციხეში ასევე უამრავი პური, დამარილებული ხორცი და